მოგესალმებით, შემოძვირფასებო და კარგებო. საღამო კერდა ღამე მშვიდობის უკვე რაღაც საღამოა. დღეს თქვენთან ერთად მინდა განვიხილო ასეთი საჯარო გაშლა. ვნახოთ აბა როგორ განვითარდება ურთიერთობა თქვენსა და თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას, თქვენსა და თქვენს არჩეულ პიროვნებას შორის მიგდებულ პერიოდში. ხო, ჩაიფიქრეთ ამისთვის პერიოდი. თქვენ ჩაიფიქრეთ პერიოდი და მე ამ პერიოდს თავად დავასახელებ, ნუ რო არ ავიღოთ თქვა ძალიან შორეული პერიოდი, ასე თქვა დროის პერიოდი ვიტყვი, აი როგორ განვითარდება ურთიერთობა თქვენ და თქვენ ჩაფიქრებულ პიროვნებას შორის, მაგალითად, მომავალი 3 კვირის განმავლობაში, ხო? თქვენი ურთიერთობის განვითარება მომავალი 3 კვირის განმავლობაში. ამისთვის ჩაიფიქრეთ თქვენი სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი, თქვენს მიერ არჩეული და თქვენთვის სასურველი პიროვნების სახელი და გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი და მოდი ვნახოთ როგორ განვითარდება ურთიერთობა თქვენსა და თქვენს არჩეულ ადამიანს შორის მიგდებულ პერიოდში, ანუ 3 კვირაში. თქვენი ურთიერთობის განვითარება მომავალი 3 კვირის განმავლობაში როგორი იქნება? აბა ვნახოთ. მოდი ვნახოთ, ამისთვის მოდი განვიხილავ ასეთ რამეს, ხო? თქვენი ენერგიები, თქვენი პიროვნების ენერგიები, ღმერთო ჩემო. მოდი ასე ვთქვათ, ასევე ამოვიღებ ჩემს ძირითად კითხვას, ხო? ურთიერთობის განვითარება მომავალი 3 კვირის განვითარება, მომავალი 3 კვირის ვადაში. ამ არკანს რო არ დავამატო. არჩევნებზე აქვს საუბარი. კარგი. და დღესდღეობით რა ხდება, ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, ფონი. ფონი და გამომდინარე რის თქმაც მე შემიძლია დღეს, ხო? ანუ მოდი ასე ვთქვათ, თქვენი ურთიერთობა რაღაცნაირად არის სტაგნაციაში. ანუ ნახეთ, ძვრა არ აქვს, არ წინ, არც უკან, არც არანაირი ძვრა არ აქვს, რაღაცნაირად გაჩერებულია, გაშიშებულია, და ძალიან გიკვირთ ის ფაქტი, რომ რაღაცნაირად არ იძვრის წინ, არც ვთქვათ, რომ ის ფაქტორი არ არის, რომ სუნთლად დაიშალოთ, მაგრამ არც ის არ ხდება, რომ ურთიერთობა განვითარდეს და უფრო წინ წახვიდეთ, რაღაცნაირად ახალ საფეხურზე გადახვიდეთ ურთიერთობის, ეს ყველაფერი დღესდღეობით თქვენ შორის არ არის და აქედან გამომდინარე, სტაგნაცია, სრული შებოჭვა, ასე ვთქვათ, ურთიერთობაში და არავითარი ძვრა არ აქვს ურთიერთობას, არავითარი, ასე ვთქვათ. ამ ურთიერთობაში არც თქვენ ხართ კმაყოფილი, არც თქვენი პარტნიორი დისკომფორტში ხართ ამ ურთიერთობაში, რადგან რაღაც არისაც გაწუხებთ და აქედან გამომდინარე, არ ვიცი ერთმანეთში საუბრობთ, არსად მგონი არც საუბრობთ ამ თემაზე და ასე ხართ გაჩერებულები ერთ ადგილას, ხო, არც წინ, არც უკან, არც არის სტაგნაციაშია თქვენი ურთიერთობა დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე. მოდი ახლა ნახოთ თქვენ რა ენერგიებში ხართ, ისე იგი ეშმაკის არკანიდან გამომდინარე თქვენი ენერგეტიკული მდგომარეობა როგორია, ხო? თუნდაც ამ ურთიერთობასთან მიმართებაში რაღაცნაირად გაწვალებთ ფიქრები, ეშმაკი რო არ გასვენებთ, ხო, ეს მდგომარეობა, სულ რაღაცნაირად გონიათ, ილუზიებში ხართ, ან მართლაც რაღაცნაირად საფუძვლიანად შესაძლებელია ეგეც იყოს, დარწმუნებული ხართ იმაში, რომ თქვენი ურთიერთობა დღესდღეობით იმიტოა ასეთ მდგომარეობაში, რომ არის ფაქტორები, მესამე ფაქტორები, რაც შესაძლებელია თქვენს ურთიერთობას, ასე ვთქვათ, ადგილიდან არ ძრავდეს, ხო? მაგრამ ეს არის საფუძვლიანი თქვენი, ასე ვთქვათ, ვარაუდები, რაც რეალურად ენერგეტიკაზე დანაჭრად აისახება და ყველანაირად ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე გირტყავთ ეს ყველაფერი ვერ ისვენებთ, თუნდაც იმიტომ რომ თითქოს გონიათ რომ რაღაცას ხვდებით, მაგრამ ასე ვთქვათ, დარწმუნებულები მაინც არ ახართ იმ ფაქტში, რაც შესაძლებელია მართლაც იყოს, ხო? რატომღაც გონია რომ თქვენ ეს ფაქტი გაწუხებთ, რომ შესაძლებელია თქვენს ურთიერთობაზე, ასე ვთქვათ, იყოს რამენაირად ან თვალი, ან რაღაცნაირად ვიღაცა მაგივრად ასე ვთქვათ, ერეოდეს თქვენს ურთიერთობაში და ამის გამო თქვენი ურთიერთობა წინ ვერ მიდის და თუნდაც იმის გამო, რომ დღესდღეობით თქვენ ერთმანეთთან მიმართებაში ხართ რაღაცნაირად, კი, გიყვართ ერთმანეთი, თუნდაც ხო რა ხდება დღეს თქვენ შორის, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ერთად ხართ და თითქოს სიყვარულიც არის თქვენ შორის, მაინც რაღაც აგრესიებში ხართ ერთმანეთთან მიმართებაში, თქვენ სიტყვა პასუხი არ გივარგათ ერთმანეთთან მიმართებაში, მოუთმენლობა, გაღიზიანება ერთმანეთის მიმართ, ხო? და აქედან გამომდინარე, თქვენ ეს ყველაფერი ეშმაკის არკანიდან
გამომდინარე ფსიქოლოგიაზე ძალიან გირტყავთ, ხო? ფსიქოლოგიურად ვერ ხართ კარგად ამ ბოლო პერიოდებში, იმიტომ რომ ნერვიულობის დონე იმ პიკამდე მივიდა, რომ უკვე სერიოზულ სტრესში ხართ თუნდაც იმის გამო, რომ ურთიერთობა, რომელიც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვერაფრით ვერ იძვრის წინ და ვერ გაგიგიათ რა ხდება საერთოდ თქვენ შორის დღესდღეობით, რატო ესეთი ასე ვთქვათ, გაღიზიანება ერთმანეთის მიმართ, ხო? თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება დღეს როგორ ენერგიებშია, ხო? მის ენერგეტიკული მდგომარეობა სულელი სარკმლიდან გამომდინარე, აი ზუსტადაც, ხო? თქვენ მასთან მიმართებაში რა გაღიზიანებთ, ხო? აი თუნდაც ესეც ავიღოთ. სულელი სარკმლში ადამიანი ვლინდება, ისეთი პიროვნება ვლინდება, რომლისთვისაც აი თითქოს მისთვის სულერთია, ხო, დღესდღეობით რა ხდება, რაღაცნაირად საკუთარი ინტერესებზეა მორგებული, დიდად არ აღელვებს მოკლედ ურთიერთობა, როგორ მდგომარეობაშია, აი თითქოს ჰარი-ჰარალოზე ცხოვრობს და ვიცი, რო კითხო, ყველაფერი ნორმალურად არის რეალურად, მაგრამ აი თუნდაც თქვენთან საუბრის დროს იმდენად შეუძლია სულელურად რაღაცა დაახეთქოს, დააბრეხოს და თუნდაც ისეთი ტონი და ინტონაციით, რომ აი რეალურად შეიძლება შეგარყიოთ და ასე ვთქვათ, იმდენად დაგაჭყოთ ნერვები, რომ არ ვიცი, მე 1000 აბი დამამშვიდებელიც ვერ გშველით რეალურად. ხო ხვდებით, აი ეს მდგომარეობაშია თქვენი ფსიქიკა ამ პიროვნების ასეთი საქციელების გამო და მისი ენერგეტიკული მდგომარეობა აი დღესდღეობით არის, აი არაფერი არ აინტერესებს ამ ქვეყნისზეთ. ამ ქვეყანაზე თვითონ თავარია კარგად იყოს, არ ფიქრობს მომავალზე დიდად, არც ამ ურთიერთობაზე რო კითხო, ყველაფერი კარგად არის, რეალურად არ უნდა არსებულ პრობლემებზე საუბარი, რაც თქვენს ურთიერთობაში დღეს ხდება და ასე ვთქვათ, არასერიოზულად ეკიდება დღევანდელ თქვენს ურთიერთობას, რომელიც თქვენ შორის არის, ხომ? აქედან გამომდინარე, მისი ენერგეტიკული მდგომარეობა თქვენი თუ არის ისეთი, რომ ფსიქოლოგიურად გარყევთ ეს ურთიერთობა დღეს უკვე და ფსიქოლოგიაზე გიტყავთ ეს ყველაფერი, მისთვის ეს ყველაფერი ძალიან მარტივია, ასე ვთქვათ, არ აწუხებს და თქვენნაირად მძიმედ არ განიცდის დღევანდელ მდგომარეობას. ანუ ყველაფერი მისთვის კარგად არის, თქვენთვის ყველაფერი მძიმედ არის, მისთვის ყველაფერი კარგად არის და ეს მისი ენერგეტიკაც, ასე ვთქვათ, თქვენთვის ძალიან გამაღიზიანებელია, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, კარგად ხედავთ და გრძნობთ კიდევაც, რომ მას დიდად არ აღელვებს დღევანდელი თქვენი მდგომარეობა, თუნდაც არ უფიქრდება, რას გეუბნებათ, როგორი ტონით გეუბნებათ, თუნდაც ზოგჯერ თვითონ ისე დაუკურებლად შეუძლია რაღაცა გითხრათ, გაღიზიანებული ტონით, რომ მისთვის ეს ჩვეულებრივი იყოს და რო კითხო, რომ რატომ მესაუბრები ასე ან რატომ მოდის შენგან ასეთი ჩემს მიმართ ტონი ან საუბრის მანერა, გეტყვით, რომ საიდან მოიტანე, მოგეჩვენა, იგონებ და მოკლედ გაურბის სერიოზულ საუბრებს თქვენთან ამ ურთიერთობასთან მიმართებაში, ხო? როგორ განვითარდება ურთიერთობა თქვენსა და თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას შორის, ხო? რეალურად სამი კვირის მანძილზე, ხო? მოდი ასე ვთქვათ, ურთიერთობა ტრანსფორმაციულ პერიოდს გადის ახლა თქვენ და თქვენი პარტნიორის ურთიერთობა დღესდღეობით არის ტრანსფორმაციულ პერიოდში, ანუ რაღაცნაირად რაღაც უნდა დასრულდეს, აი ამ ურთიერთობის ფორმატი უნდა დასრულდეს რეალურად, ხომ ხვდებით, ხომ? ანუ დღესდღეობით თქვენ და თქვენს მე უფრო თქვენზე მგონია და არა თქვენს სასაყვარლო პიროვნებასთან მიმართებაში თქვენზეა დამოკიდებული რეალურად რას იზავთ და როგორ იზავთ ურთიერთობის განვითარება ამ სამი კვირის განმავლობაში განვითარებასთან მიმართებაში რა მოგახსენოთ უბრალოდ ამ ახლო პერიოდში თქვენ გექნებათ გადაწყვეტილება მისაღები ორიანი კვერთხებიდან და კვერთხების დედოფლიდან გამომდინარე ისე იგი თქვენ და მიიღოთ გადაწყვეტილება გიღირთ თუ არა ეს ურთიერთობა რეალურად გინდა თუ არა ესე ყოფნა ამ ურთიერთობაში სამომავლოდ იმიტომ რომ რაღაცნაირად პერსპექტივას თქვენ თავადვე ვეღარ ხედავთ ამ ურთიერთობაში ადამიანი რომელიც მოკლედ არ არის სერიოზულად განწყობილი თუნდაც საკუთარი თავის მიმართ და პატივს არცემ საკუთარ თავს რეალურად და არც არავის აი ეს ადამიანთან თქვენ აი მე ვფიქრობ რომ ვეღარც ხედავთ ალბათ ურთიერთობას ხო მომავალში და აქედან გამომდინარე თქვენზეა დამოკიდებული აი თქვენ გადიხართ ამ ურთიერთობაში უფრო ვიტყვით ტრანსფორმაციულ პერიოდს და აქედან გამომდინარე მე გეტყვით ესეთ რამეს რომ თქვენ ამ სამ კვირაში თუნდაც თქვენი და გამომდინარე თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე თქვენი დისკომფორტიდან გამომდინარე აირჩიოთ იმას და მიიღოთ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით თუ რას იზავთ ამ ურთიერთობაში დარჩებით თუ გახლავთ ურთიერთობი და რადგან რაღაცნაირად ამ ურთიერთობას თქვენ უკვე ვეღარ აუდიხართ მარტო თქვენი ძალები და გრძნობები და ემოციები და ასე ვთქვათ მონდომება არ ყოფნის ამ ურთიერთობას ანუ თქვენი ბრძვით ამ ურთიერთობისთვის ეს პიროვნება კიდე საერთოდ არ ბრძვის ამ ურთიერთობისთვის და თითქოს აი ჰარი ჰარალოზე არ აინტერესებს რა იქნება როცა იქნება იქნებაო რა თუ არ იქნება ეგეც არის პრობლემაა ეს მდგომარეობა
მდგომარეობაში, ანუ სერიოზულად არ აღიქოს ამ ურთიერთობას თქვენგან განსხვავებით და თქვენ უკვე ის იმდენად გირყავთ, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიაზე და ფსიქიურად შეგარყიათ ამ ყველაფერმა მისი მხრიდან, ხო, განერვიულებთ, ხო? თან პლუს ამას ეშმაკის არკანიდან გამომდინარე, ჭუებში ცხადთ, რომ შესაძლებელია იყოს ის ფაქტორები, რასაც ქვია ჩარევები ურთიერთობაში მესამე ადამიანების მხრიდან, რომ აგირიოთ ურთიერთობა და რეალურად არეულიც არის, იმიტომ რომ სტაგნაციაშია და რვიან ხმლებში, ანუ არ იძვრის და ბლოკებშია ეს ურთიერთობა და ვერაფრით ვერ გამოდის ბლოკებიდან. აქედან გამომდინარე, თქვენ გაქვთ გადაწყვეტილება მისაღები, რა იქნება გახვათ ურთიერთობაში თუ დარჩებით ამ ურთიერთობაში. მაგრამ თუ თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ დარჩებით ამ ურთიერთობაში, იმასაც დავამატებ, სავარაუდოდ ვფიქრობ, რომ თქვენ ამ ურთიერთობის, ასე ვთქვათ, ამ ბლოკებიდან გამოყვანისთვის იბრძოლებთ, რადგან გძნობთ კიდევაც, რომ შესაძლებელია ვიღაცა, ასე ვთქვათ, ახდენდეს მაგიურ ზეგავლენას თქვენს ურთიერთობაზე და თუ დარჩებით ამ ურთიერთობაში, ზუსტად ვიცი, რომ თქვენ ამ ურთიერთობის, ასე ვთქვათ, ბლოკებიდან გამოყვანას დაიწყებთ და ისევ თქვენ, ხო, ან იმიტომ რომ ის პიროვნება საერთოდ, რა ვიცი, გასულია მდგომარეობიდან, ასე ვთქვათ, გართობის გარდა არაფერი არ აინტერესებს, თავის გარდა არაფერი აინტერესებს, საკუთარ ინტერესების გარდა არაფერი აინტერესებს, აი მოკლედ სულელივით იქცევა. ზუსტად რომ სულელივით იქცევა. მისი არკანიდან გამომდინარეც, ხო? თქვენ თუ დარჩებით ამ ურთიერთობაში, როცა არჩევანს გააკეთებთ, დარწმუნებულიც ვარ და ზუსტადაც ამბობს კარტი. რომ კვერთხების დედოფლიდან გამომდინარე ამ ურთიერთობას ბლოკებიდან გამოყვანას დაუწყებთ, ანუ დაიწყებთ სავარაუდოდ ამ ურთიერთობის, ასე ვთქვათ, მაგიურ ზეგავლენებიდან გამოყვანას და გაწმენდას და ასე ვთქვათ, ყველანაირად იბრძოლებთ იმისთვის, რომ აი ამ მდგომარეობიდან გამოიყვანოთ. თქვენ გაქვთ ალბათ საფუძვლიანი ეჭვი, რა ხდება ამ თემიდან გამომდინარე, რადგან გრძნობთ კიდევაც, რომ შესაძლებელია თუნდაც ენერგეტიკულ დონეზეც გრძნობთ, რომ რაღაცა არ მიდის ისე და რასთან გაქვთ საქმე, სავარაუდოდ უკეთ თქვენი გრძნობებიდან გამომდინარე იქნება თქვენთვის ნათელი, ხო? მაგრამ მეორე არის ვარიანტი კიდე, რომ გახვათ ურთიერთობიდან და ამ შემთხვევაში გააგრძელებთ ცხოვრებას ამ პიროვნების გარეშე, რომელი იქნება ეს თქვენი გადასაწყვეტია, ჩემო ძვირფასებო და კარგებო, ხო? განვითარება თქვენზეა დამოკიდებული, დასასრულიც თქვენზეა დამოკიდებული, გაგრძელდება თუ არა ეს ურთიერთობა თქვენზეა დამოკიდებული. მოკლედ ასე გეტყვით, ეს პიროვნება, ასე ვთქვათ, ამ ურთიერთობიდან გასვლას არ აპირებს, ნუ კარგად არის, აწყობს ყველაფერი, როგორც დღევანდელ ფორმატშია და ანუ რავი, არ აწუხებს და თქვენ რომ ასეთ მდგომარეობაში ხართ და გაწუხებთ და ვერ გასვენებთ, ასე ვთქვათ, რაღაც ფაქტორები ამ ურთიერთობაში, ორი ვარიანტი იქნება აქედან თქვენი გადასაწყვეტი. ასარჩევი, ხო? გადიხართ ურთიერთობიდან და ტოვით ამ ადამიანს საერთოდ და იწყებთ ცხოვრება საერთოდ მარტო რა თავიდან თქვენ თავს აძლევთ შანსს ცხოვრების ახალ დასაწყისში საკუთარ თავს მისცემთ კარგად ყოფნის და ბედნიერად ყოფნის თავს, თუ არა და თუ დარჩებით ამ ურთიერთობაში, რაც უფრო მგონია მე ვფიქრობ და დარწმუნებულიც ვარ, თქვენ ამ ურთიერთობის, ასე ვთქვათ, დაცვას დაიწყებთ და თუნდაც იმ ბლოკებიდან, რაც რვიანი ხმლებიდან გამომდინარე ვლინდება ამ ურთიერთობაში, დღეს ბლოკები როა და ჩაბლოკილია და ვიღაცა გიზღუდავთ ამ ურთიერთობას იმისთვის, რომ თქვენ ვერ გქონდეთ გახარება, სიხარული და ასე ვთქვათ, ნეტარება ამ ურთიერთობაში, ამის მოხსნას და დაცვას დაიწყებთ. სულ ეს ყოველთვის თქვაც მინდოდა დღესდღეობით ამ ურთიერთობაზე, როგორ იქნება 3 კვირის პერიოდში თქვენი ურთიერთობის განვითარება. არ ვიცი ვისთვის იყო ეს საჯარო გაშლა შესაძლებელია, ვინმე სჭირდება თუნდაც იმის თავის ფიქრებში განსამტკიცებლად, რომ აი მაგალითად მაგიურად ასე ვთქვათ, ზემოქმედება თქვენს ურთიერთობას და თქვენზე რომ ვერ განვითარდეს თქვენი ურთიერთობა, ალბათ უფრო თქვენთვის იყო ეს საჯარო გაშლა. მე თქვენ გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, ბოროტებისგან და ავისულებისგან და მავნე ხალხისგან შორს ყოფნას, მათგან გათავისუფლებას და ასე ვთქვათ, ერთ ვიტყვი, ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი თავის დროზე. უფალს ვერაფერს ვერ მოატყუებ. აქედან გამომდინარე, ყველა მიიღებს საკადრის პასუხს, რადგან ასეთი რაღაცები ყოველთვის ბუმერანგულად, ცხოვრებისეულად ბუმერანგულად ისჯება. არასდროს არავის შერჩება ბოროტება, მით უმეტეს, როდესაც მაგიურ ზეგავლენებზე გვაქვს საუბარი. დაგემშვიდობებით, ჩემო კარგებო, მშვიდობიან ღამეს, ტკბილ ძილს და ლამას სიზმრებს გისურვებთ. კარგად ვსანდებოდით.